ყურადღება კოლეგებო, ყურადღება. ქართული ოცნების პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. სადავო ცვლილებებით საპარლამენტო არჩევნების დროს ემიგრანტებისთვის უცხოეთში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და მათ ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოში შეეძლებათ. ამავე პროექტით საარჩევნო კომისიის წევრობა აეკრძალება სისხლის სამართლის წესით ნასამართლელ პირს, მათ შორის მასაც, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა. პროექტით ასევე დგინდება, რომ კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეო გადაღებისას აუდიო მონიტორინგი აკრძალული იქნება. იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხებიც. უბნიდან გაძევებულ ადამიანს სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა აეკრძალება. სადავო ცვლილებებით პარტია უფლებამოსილი იქნება როგორც საპარლამენტო, ასევე მუნიციპალურ არჩევნებში კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრები წარადგინონ. უპარტიო კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობა კი მხოლოდ საინიციატივო ჯგუფს ექნება. პარალელურად იცვლება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები, კერძოდ მათ სააღრიცხვო ბარათი წარსადგენი აღარ ექნებათ. გარდა ამისა, ცვლილებებით ზუსტება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების რეფერენდუმის პლებისციტის. ახალ კოდექსში აღინიშნება, რომ ისინი ტარდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ნაცვლად ტერმინისა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სადავო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გასულ კვირას დაიწყო და დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავიდა.